15 წლისაა და მთელი ცხოვრება ასე აქვს გატარებული. ლექსო. ძალიან მაგარი დაში უნდა დაუბრალოთ ამ ძალიან მაგარი. ეხლა ძალიან ამაყი ვარო პირადად გაგიცანი. იმიტომ რომ შენი ძალიან რთული და მძიმე ცხოვრება არის მაგალითი იმისთვის, როგორ უნდა იცხოვროს სწორად, როცა გამოსავალი არ არის. მაყურებელს ვეტყვი, რომ აი ეს კუნთები სატრენაჟერო დარბაზში დაყენებული არ არის, ძალიან მძიმე შრომის შედეგია და ამ ყველაფრის მიღმა სულით ძალიან მაგარი კაცი დგას და მე მინდა ამ კაცის ცნობდეთ. გაჯგა ხუარინად, გაჯგა. აუძიბილო. Пацамова. Дамидев, სულგან გამო. Давай, Роби. Эй. Иди бებო, შენ წადი ახლა წინა გამოყვების ადგილი. თულია თავისთავად მე სკოლაში უნდა ვიყო ახლა ვარ ბაზარში რუარ მაქვს პირობები არაფერი 5 საათზე გამევედი დღეს 5 საათზე იმიტომ სამშაბათია და ცოტა მუშაობა არის შემდეგში გაქრან ბებო კიდე აჰა გავიდა გზა გააჩინე სად მიდიხარ ანაირი კლიენტია შეიძლება 5 ლარი წოხსა შეიძლება 2 ლარი მოგცე შეიძლება 50 მოგცე გააჩინე ელა გაჭკას მოერიდე გაჭკას დაუფასე 4 ლარი სხვა სამ იყო და მე დავჩოვდი მირჩევნი ესე ცოტა ვიყო და ბევრი სიარული ვიარო აღლა მირჩევნი ესევე რომ მეტი გამომივიდეს და ვიშო ორი გაბი ვიშოხარები დედას ვეხმარები ჩემდას ვეხმარები რო ვასწავლო გავაწვა და ვახურო ვადარო ყველაფერს მოხმარება უნდა მამა არ მყავს დედა ვამტყოფი მყავს და მუშაობ რო ვიქურდო რა დამჭება არაფერი დამიჭერან ციხეში სოფელშია ჩემთან ძალიან ბევრია უსაქმური გამევლია ერთი პივა გამიხსენი დამალევია ზოგი ნატყვის ზოგი იმას ნატყვის რა პივა დაგალევი წამოდი მუშაობ ჩემსავით და პივაც გექნება და სიგარეტის ფულიც გექნება და სულ ყველაფერი გექნება მე ასე ვცემ ყველას პასუხს და მე ჩემი შრომით ვჩემია სულ ყველაფერი გავაკეთე გზა ამიდი გაჭკა ყველაფერი შევძლებ ყველაფერი შემიძლია მაგრამ ახლა რო დავიძე და რაღაცა ისეთიო გასავლა განათლება არ მაქვს დიდი და მოდარათ ევიცი მუშაობდი მე არხზედაც მუშაობდი არასწლზემან რო ვიყავი მე გამათავისუფლეს ერთი თვე ვიმუშავე და გამათავისუფლეს მე რომ არასწლზემანი ხარ რო გახდები 18 წლის მე მოდი მე ვთქვა 18 წლამდე მინდა მე მუშაობ მე რაღაცას გავიზავ ეხა კარგად იყავთ დიდი მადლობა 5 წლიდან მიწევდა ფიზიკური შრომა ოჯახშიაც იმიტომ რომ მამას აღარ შეეძლო ძალიან ცუდად იყო გული აწუხებდა ავარია მოვიდა და რაღაცა და ცუდად იყო აღარ შეეძლო სკოლაში დავდიოდი მე ვიდოდი სულ საქმეს ვაკეთებდი საერთოდ სოფელში რა უნდა ყავდეს ხარია რამეა ყველაფერი ყავდა და ყველაფერს ვაკეთებდით რაც შეიძლება ყანის დახმა იქნება და ჩალა იქნება ყველაფერი შენაკეთებდი ამას მე ვაკეთებდი ყველაფერს მამა ჩემი მიყვებოდა მაგრამ არ შეეძლო და დედა ლექსო დედა ვამტყობი მყავს შაქარია 400 500 ახლა სამონტყოფოში მეწვინა ერთი თვია კიდე მეტი რაც მეწვინა და გამევიყვანი ახალი გამოყვანილი მყავს დედა ხო და ეს დახმარება მაქვს პენსია იცი რას გითხავ ტვირთის თრევა როდის დაიწყე ტვირთი თრევა დავიწყე ვიყავით 13 წლის ზესაბონში დავიწყე მუშაობა შენ თვითონ გადაწყვეტა რას გეკეთებინი კი არავის არ უთქია უბრალოდ შევხედე ვაღვთი ერთხელ ხორლების ბაზარში და რო შევხედე რომ ბიჭები შრომობდნენ ჩემზე უმშროსები იქნებოდნენ მართალია მაგრამ ავდე ექიმებს და მე ვთქვი წავალ და შევეკითხე იმ დღეს ბიჭო რამდენი გამოგდით როცლით ამას რა გამოგდით ზოგმა მითხრა 15 ლარი ზოგმა 20-ო და მე შევედი უარი არ უთქვია დამაწყები ეს მუშაობა დევიწყე ჩვეულებრივად და რას აკეთებდით ლექსო სიმინდს ვთვლიდით ხორბალს ვთვლიდით 20 ტონას 30 ტონას 40 ტონას გააჩნდა 13 წლის ასაკში 13 წლის ასაკში იზახოდა მაგარი ხარ სკოლაში დავდიოდი კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ 4-ჯერად მივიდოდი წამოვიდოდი და თან მარშრუტზე მივიდოდი და სკოლაშიაც რო ჩამთვლოდა სკოლაშიაც მივედი არ გამიცდენი არა მეწერებოდა და იქაც შრომობდი და ვაკეთებდი სკოლაში იცოდენ ამას რო აკეთებდი და ფიზიკურად არ გიჭირდა? აი მაშინ პატარა რო იყავი ძა. არ მიჭირდა.
იმიტომ რომ ჯანიანი რა ვიცი ყვარცხვა და მაგარი ბიჭი ხარ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და ვინ იყო თქვენი დამსაქმებელი ვინ იყო დედალებში ვერ ჩამოვყვე მაგას ჩემ დამსაქმებელი ძალიან ბევრი იყო ძალიან ბევრია ჩემ დამსაქმებელი არა მაშინ ვინ იყო მაშინ რა ვიცი მაგრეიმათ ვერ მოგიყვები მე არა ნუ მომიყვები მაგრამ 13 წლის ბავშვს რო ქირაობდა აი რა საკეთებდით აი ეს ბევრი იყავით ეს ბიჭები ბიჭები ბაზარში ვია რომ იყვნენ ახლა 1-20 მაგრამ ჩვენ ვიყავით 4 გრუპაში მაგალითად მე რომელიც არ მომწონდა იქნება გარბოდი იმიტომ ვედრაზე ვიყავ მაგარი სიმიც რო ეგრევ და ჩაღრე მეშოკებში 10 ტონა რაღაცა და 20 ტონა სისე ჩაღრე ერთ არ დივისენები და არა მე ვიქოქინები მე გადაწყვეტილი ვარ მაგისტრალი ვერაგი მაგრახა ქექს შოულები ვერ გაბეთ აი რამდენი გამოგდიოდა ხო 30 ლარი 40 ლარი 50 თვით შოვია დღეში 60 თვით შოვია ღამეც გამითევია ვაგონები დამიცლია ვაგონები ქატურები შემოვაქვს ვაჭრე ფილები შემოვაქვს და იქად გამითევია ხოლმე ღამეები ერთ დღეში ვიშოვი 120 ლარი ხო 120 ლარიდან არ ვეხნებოდა 3 ლარი დახარჯი საწაიღება ეს საწაიღო სახში მივიტანე წამლები უყიდე და ჩემს და სულაფერი რაც საჭირო იყო ეძახ ასე გავიდა რამდენი წელი? 4 წელი. და 4 წელი აი ამ შრომაში გაატარე? კი. სკოლა დაამთავრე თუ ჯერ არა? 9 კლასიდან გამოვედი. გამოვედი რა, კიდე შემიძლია რომ დაბრუნდე სკოლაში, კიდე შემიძლია რომ გავაგრძელო, მაგრამ ამის საშუალება მე არ მაქვს მე თვითონ. ხო. ეხლა შენ ახარ ერთადერთი პატრონი შენი მშობლების, ხო? კი ბატონო, მშობლების არა, მამა არ ყავს. ხო, მამა გარდაიცვალა ამ სოფაში. შენ და დედა ხართ? მე და დედა დამყავს სახში პატარა და 16 წლის არის და იმას ძალიან ვეხმარები, ძალიან იმაშები ჩემ დედას ბევრჯერ უთქვია ჩემთვის რომ ზამია შენ გვერდში წამოვალ რაღაცას რასაც შენ აკეთებ იმას გავაკეთებ მეც მაგრამ არა რა ვარც მე ვარ ჩემოდაია გამწარებული ცხოვრებაში ასე არ მინდა რომ გამწარდა შენ მეთქი და ჩემი ნაშრომი და ჩემი მათვა მე ხარ შენ გასავლი და ისავლი და ადიტანგები ცხოვრებაში ჩიმსავით მე მგონი შენ ცხოვრებაში არ დაიკარგები და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და იმიტომ. ლექსო, თბილისში ჩამოხვედი ცოტა ხნის წინ, ხო? კი. რატო გადაწყვიტე? რატო გადავწყვიტე და ახლობელი მუშაობა ჩემი აქ მეზობელი არის. ხო და წამომიყვანა იმან ზესაბონში ისეთი პერიოდი ახლა ეს სემინი და ეს სეზონი არ აქვს ამას. ხო და ჩერდება მუშაობა. აღარაფერი აღარ გამოდის საერთოდ 10 ლარიც კი არ გამომდის დღეში. 10 ლარში არ გამოდის ხაჭაპური ხომ მაინც შევჭამო ერთ წალი. იმ ხაჭაპურსაც ვერ უნდა შეგეჭამ, მაშინ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. აქ ახლა მეტი გამომივიდა, როცა მოვიდა, მაგის გოლის აქ. აქ შრომა უწვალებით. რა უნდა გააკეთო, რისი გაკეთება გიწევს? ძალიან ძიმე ურიკას ათრევდი, როცა ჩვენ გადაგივა. ძიმე არ არის ურიკა, თვითონ ტვირთია მძიმე. როგორ არ არის მძიმე ბიჭო, ძალიან მძიმე. აი ეს რა მძიმეა, მიაწვევი და ქემიდის და მოდის, მაგრამ რა მაგარი ხარ უქსე. ბაზარში მუშაობ. და რამდენ სიწონის დაახლოებით? რა რამდენი სიწონის? აი ეს რასაც მეათრე. რამდენი 200 კილო იწონოს თუ გინდა? რა უჭირს მე? აი როგორ რა უჭირს და რამდენს იღებ ხოლმე ამაში? გააჩნი, ახლა ვინ მოვა, რანაირი მოვა? შენაირი ადამიანი რომ მოვიდოს, ღვთისმიერი იმას გებეთქო, 5 ლარი მომეცი თქვა. ქე ბებო მოვიგივა, ვიღაცა გაჭირებული, იმას რამდენი უნდა უთხრა? უთხარი ამაზე 2 ლარი. შეგაგა ხარ ბებია, მართლა უგწევი და იმას დამლოცო. ალალი ბიჭი ხარ, ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ და დღეში რამდენი გამოგდის ლექს? გააჩნია, დღეს უკვე 20 ლარი მაქვს ნაშრომი, დღესდღეობით. ანუ დღეს იმუშავე და ისე მოხვედე ჩვენ. დღეს იმუშავე 5 საათი ავდექი ფეხზე. ხო. იმუშავე და ახლა რომ ვარ საღამოზე კიდე მაქვს სამუშაო. ხო. ჩამევიტანე იმას და 20 ლარი ფიზიკურად არ გიჭერს. არ მიჭერს. ფიზიკურად ჯანი მაქვს, ღონე მაქვს. დედა, საიდან მოხვედი ასეთი ნუ გადამრიე? 17 წლის. დაუკრათ რატაში. ჩვენი გმირი ხარ, მართლა. ლექსო საცხოვრებ. 5 ადამიანი წევართ ბინაში. ისა რა ქვია, ბათუმის ქუჩა 5. ხო. არის ის რა ქვია, საერთო ოთახები აქ ნახევრები აქ ორ ადამიანს და ცხოვრობთ იქ. მიჩვენია ისევე ის, მაგრამ ახლა იქნება იმდენი ვქნა და იმდენი ცადო რომ სხვაგან ვიქირავ მე თვითონ ვინა და მე და ჩემომეზობელმა იქ მიჩვენია ცალკე არც ფული არ დამეხარჯება მეტი არც საჯმელი არც სასმოში იქან რომ მივდივარ კლაც უხოი საჯმელზე ვარ აქედან რო ვიყიდი ან კალბასი უნდა იყიდო ან ბარკალი უნდა იყიდო შემიძლია იქანავე შეჯამო პური და ის და ეს ჩემ ვინა რომ ექნება და ჩემ ჯუაზე ვიქნები ჩემ გომაზე ვიქნები დავალაგებ სახს ჩაულებრივად მივხედავ
გული არ ამიცრუდება ის მე და